თუ კი ოდესმე შენთვის უთქვამთ, რომ ორსულობის დროს ვარჯიში საშიშია, ან ორსულმა 1 კილოზე მეტი არ უნდა აწიოს და ზურგზე საერთოდ არ უნდა დაწვეს, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა, იმიტომ რომ დღეს ვისაუბრებთ იმ მითებზე, რომელიც უკავშირდება ორსულობისას ვარჯიშს. გამარჯობა, მე ვარ ნინი, ფიტნეს ინსტრუქტორი, გაწევრებისა და პილატესის სერტიფიცირებული ტრენერი და პრე და პოსტ სამშობიარო ვარჯიშების სპეციალისტი. თუ ეს ვიდეო პირველია, რაც ამ სივრცეში შეგხვდა, მაშინ გეტყვი, რომ ამ არხზე შეგხვდება უამრავი სასარგებლო კომპლექსი, მათ შორის ორსულებისთვის, მაგრამ რეალურად ეს ვიდეო არ იქნება სავარჯიშო. ეს არის თეორიული ნაწილი იმისა, თუ რა მითები არსებობს ორსულობის დროს ვარჯიშის შესახებ. და რეალურად იმის მიუხედავად, რომ ამ ყველა მითს საფუძველი აქვს მზრუნველობითი, ანუ ყველა ფრაზას, რასაც შემდგომში უკვე ჩავშლით კარგად, ჩვენი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები იყენებენ იმისთვის, რომ გააფრთხილონ ახლობელი, ახალბედა ორსული, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გაფრთხილების ნაცვლად უფრო აპანიკებენ ხოლმე ორსულს, უფრო შიშს ნერგავენ და ახალბედა ორსულსაც გონია, რომ არანაირი ფიზიკური აქტივობა არ უნდა შეასრულოს ორსულობისას. ფიზიკური აქტივობა კი არა, მუდმივად უნდა იწვეს და რაღაცა ავადმყოფობის ჭყალებში, მდგომარეობაში წარმოუდგენიათ ხოლმე ეს ორსულობის პერიოდი მთელი 9 თვე. რეალურად ესე არაა და მოკლედ მოდი ერთად ჩავშალოთ ეს 3 ამ პერიოდისთვის 3 ავირჩიე და მე თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტად გავშალოთ ეს თემა, აუცილებლად კომენტარებში მანიშნეთ, მოკლედ ჩავშალოთ ეს 3 მითი. დავიწყოთ. პირველი მითი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, არის ის, რომ ორსულობის დროს ვარჯიში იწვევს ორსულობის შეწყვეტას. დაახლოებით ხვდები, საიდან მოდის ეს ფრაზა და რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობისას ვარჯიში არა მხოლოდ დადებითად აისახება როგორც ორსულის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე, აიოლებს მთლიანად ორსულობის პროცესს, ამსუბუქებს დისკომფორტს ხერხემლის არეში, იმიტომ რომ ორსულობის პერიოდში თალის ორგანიზმში იცვლება აბსოლუტურად ყველაფერი. მე ამ ვიდეოს ბოლოს აღწერაში დავურთავ აუცილებლად ლინკს, სადაც მაქვს ძალიან დეტალურად გარხილული პოსტი, რა იცვლება ორსულის ორგანიზმში ამ პერიოდში და გთხოვთ გადახედოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ძალიან ამომწურავი პოსტია. ხო, თემას რო არ ავწდე, ამცირებს გესტაციური დიაბეტის რისკს, ამშვიდებს ორსულის ნერვულ სისტემას, დაძაბულობას ხსნის და ამ ყველაფრის გარდა მშობიარობის პროცესსაც ხდის ბევრად უფრო მარტივს. შესაბამისად, თუ არ ნახეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფრაზა, რასაც ახლა ვიტყვი. თუ არ არსებობს ჩვენი მკურნალი ექიმისგან, გინეკოლოგისგან რაიმე ტიპის აკრძალვა, რომ ესა თუ ის ვარჯიშები კონკრეტულად სახიფათოა ორსულისთვის და ამას რატომ ამბობ ჩვენმა ექიმმა, მკურნალმა ექიმმა ყველაზე კარგად იცის ჩვენი პირადი სამედიცინო ისტორია, ხო? მასთან რაღაც კონკრეტული პერიოდია დავდივართ, იცის რა გართულებები გვაქვს, რა გართულება შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ ვარჯიშების შესრულებას ორსულობისას. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანამ რაიმე ფიზიკური აქტივობის დაწყებას გეგმავთ, აუცილებლად მასთან გაბიაროთ კონსულტაცია. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ხოლმე ჩემი სავარჯიშო პროგრამების შეძენა ორსულობისას, ყოველთვის სანამ შეიძენენ, ჩემს ბევრად უფრო მარტივია პირდაპირ გავყიდო ეს პროგრამები, მაგრამ არა. პირდაპირ მაქვს გაწერილი ეს, რომ ჯერ გაიარონ კონსულტაცია თავიანთ მკურნალ ექიმთან და მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, რომ შეიძინონ ეს პროგრამები. ამიტომ თუ რაიმე ტიპის აკრძალვა და საფრთხე არ არსებობს ნაყოფისთვის, რომ დაიწყოთ ვარჯიში, შეგიძლიათ თავისუფლად სცადოთ ფიზიკური აქტივობა, ოღონდ ეს არ ეხება იმას, რომ მაგალითად ორსულობამდე, არ ვიცი, არ დარბოდით და ორსულობაში დაიწყოთ სირბილი, ხო? ორსულობა არ არის პერიოდი, როცა რაიმე ახალი უნდა სცადოთ. უნდა მიყვეთ მაქსიმალურად თქვენს ორსულის ტემპს, იოგით ან პილატესით ან
არ ვიცი, სხვა ტიპის რაიმე ფიზიკური აქტივობით იყავით დაკავებული, შეგიძლიათ გააგრძელოთ. ან თუნდაც თუ არ იყავით, სრულებზე მორგებული სავარჯიშო პროგრამები, თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ. ოღონდ ეს უნდა იყოს მორგებული თქვენს ტრიმესტრზე, ხო? ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არ არის საფრთხე იმისა, რომ ამა თუ იმ ფიზიკური აქტივობით თქვენს ორსულობას და ნაყოფს საფრთხე შეექმნას, არავინ არ მოგატყუათ, რომ ვარჯიში ორსულობას შეგიწყვიტავთ, ან რამე აბორტის რისკი დადგება. ეს არის სრული სისულელე. მეორე მითი არის ის, რომ ორსულობის დროს არ უნდა აღწიოთ წონები. ეს მითიც რეალურად პირველიდან გამომდინარეა და ხვდები რა საფუძველიც აქვს, თუმცა არის ისევ და ისევ მითი. და რატომ? თუ ორსულობამდე თქვენ ვარჯიშობდით წონებით და ახლაც ყველა საკვანძო სიტყვა ფრაზა არის ეს და ახლაც ორსულობისას არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, გინეკოლოგთან და მასაც არ აუკრძალავს ეს ყველაფერი, მაშინ შეგიძლიათ ჩვეულებრივ გააგრძელოთ წონებით ვარჯიში, მაგრამ თუ ხართ ახალბედა მოვარჯიშე, ორსულობამდე არ ვარჯიშობდით და მოისმინეთ ფრაზა, რომ ორსულობაში ვარჯიში სასარგებლოა როგორც ორსულისთვის, ისე ნაყოფისთვის, რაც რეალურად ასეა და გადაწყვეტეთ, რომ რაიმე ტიპის ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ, წონებით ვარჯიშს ნუ დაიწყეთ, იმიტომ რომ ამას სხეულის მომზადება სჭირდება მანამდეც და მოკლედ საკმაოდ დიდი დატვირთვა. შესაბამისად, ჩვენ უნდა განსაზღვროთ ჩვენი ორგანიზმიდან გამომდინარე ეს ყველაფერი. თანაც ორსულობაში ქალის სხეული იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე ამას საერთოდ წარმოვიდგენთ ხოლმე და ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, ორსულობის მერეც იმდენად ესეთი მძიმე ტიპის დატვირთვა უწევთ ხოლმე ქალებს, გულისხმობ ქარსითის აწევას, სადაც ბავშვია, ცალხელში ეტლი და ცალხელში ბავშვი შეიძლება გყავდეს, იმიტომ რომ დასაკეცია ეს ეტლი და მანქანაში ჩასადები ან პირიქით მანქანიდან ამოსაღები, ცალხელში პროდუქტები და ცალხელში ბავშვი ან სლინგში და კენგურუში ბავშვი და ასე შემდეგ. ამისთვის ჩვენი სხეული აუცილებლად ორსულობაშია მოსამზადებელი. შესაბამისად, ეს ნამდვილად მითია, რომ წონის აწევა გამოიწვევს ორსულობის შეწყვეტას, არანაირ შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ ორსულობა მიმდინარეობს ნორმალურად, არ გვაქვს არანაირი აკრძალვა და საფრთხეს არ გვუქმნით ნაყოფის ჯანმრთელობას იმ ფიზიკური აქტივობით, რაც ორსულობამდეც გვქონდა. და მესამე მითი არის ის, რომ ორსულობისას ორსული მოვარჯიში არ უნდა დაწვეს ზურგზე. რეალურად საიდან გამომდინარეობს ეს მითი? ესე იგი, ორსულობის მეორე ტრიმესტრში ჩვენ საშვილოსნო ზომაზე მეტად იმატებს, აწვება ქვედაღრუს მიდამოში ერთ-ერთ ვენას. ეს სისხლძარღვი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ სისხლის მიმოქცევა იყოს გამართული. შესაბამისად, დაწოლილ მდგომარეობაში შესაძლოა სისხლის მიმოქცევა შეფერხდეს, რამაც გამოიწვევს თავბრუს ხვევა, გულის რევა და მსგავსი ტიპის დისკომფორტები. მაგრამ შეიძლება საერთოდ არ გამოიწვიოს, ხო? ეს არის ძალიან ინდივიდუალური ამბავი. ეს მითი რეალურად ეხება იმას, რომ საათობით თუ წევართ ჩვენ ზურგზე, კი, აუცილებლად მსგავსი ტიპის დისკომფორტი გვექნება, მაგრამ ვარჯიშის დროს რამდენი ხანი გვიწევს ხოწოლა? 2-3 წუთი, ორსული მაქსიმუმ შეიძლება ასრულებდეს მსგავსი ტიპის ვარჯიშის 2 ან არ ვიცი 3 სეტს. შეიძლება საერთოდ არ ასრულებდეს დაწოლილ მდგომარეობაში. მაგრამ მე მინახავს ორსულები იმდენად დაპანიკებული ამით, რომ რაიმე ზურგზე წოლა მომიწევს, ეშინიათ, რომ რაიმე ტიპის საფრთხეს შეუქმნიან ნაყოფს, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება. მაქსიმალურად მოусმინეთ თქვენს სხეულს ის უკეთ გეტყვით, რა არის თქვენზე მორგებული და რა არა. შეიძლება არაორსულმაც შეასრულოს ისეთი ვარჯიში, რაც მასზე არ არის მორგებული, იქცნოს დისკომფორტი და სხვანაირი ადაპტირებული მოძრაობით შეასრულოს. ორსულის შემთხვევაში მით უმეტეს ესე უნდა ხდებოდეს, შესაბამისად, თუ ხვდებით, რომ 2-3 წუთიანი, არ ვიცი, 10-15 გამეორებიანი ვარჯიში არ გიქმნით არანაირი დისკომფორტი, ჩვეულებრივ შეგიძლიათ შეასრულოთ
არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. მოკლედ ეს იყო ის სამი ყველაზე მთავარი ჩემი აზრით მითი, რაზეც პირველ ეტაპზე ვისაუბრებდი, თუ დაგაინტერესებთ, შეგვიძლია რომ ეს თემა უფრო მეტად განვავრცოთ, თუმცა სანამ ვიდეოს დავასრულებ, მინდა პატარა ბონუსი, რომელსაც ყველა ვიდეოში, ყველა ორსულთან ვცდილობ ხოლმე, რომ თქვა, გავიმეოროთ ჩემს პროგრამაშიც გოგოებმა იციან, რაც ყველაზე მთავარი მგონია ორსულობის დროს. როგორ ვწვევით და როგორ ვდგებით. აი, მაგალითად, რაღაც ვარჯიში გვაქვს იატაკზე შესასრულებელი, ან უბრალოდ დივანზე, სავარძელზე, ან სადმე საწოლზე ვწვევით, ხო? ვართ ამ პოზიციაში, ბრუნდებით გვერდულად, ჩამოვდივართ და შემდეგ ბრუნდებით ზურგზე. და ადგომითაც პირდაპირ კი არ ამოვდივართ, არამედ ჯერ გვერდულად, დებთ ხელს და ისევ სწორდებით, ხო? ანუ ვწვევით გვერდულად და შემდეგ ზურგზე. ასევე გვერდულად დგებით. არ ვიცი ეს რამდენად საჭირო იყო თქვენთვის, მაგრამ მე რო არ მეთქვა, თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, იმიტომ რომ ვცდილობ მაქსიმალურად ყველას ეს ინფორმაცია მივაწოდო. ხელს უშლის დიასთაზის უფრო მეტად გადიდებას ეს პოსტსამშობიარო პერიოდშიც რაღაც პერიოდი და ზოგადად ქალები თუ ესე დავწვევით, დავდგებით ხოლმე, ბევრად უფრო სასარგებლო იქნება ჩვენთვის, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ განსაკუთრებით ორსულებისთვის და პოსტსამშობიარო პერიოდში. დიასთაზი კი 100-დან 100-ვე ქალს უჩნდება, მაგრამ არის საფეხურები, ხო, აქ და ყველაზე ნაკლებად დაშორებული რო იყოს ჩვენი მუცლის კუნთები, ჩვენს ხელი უნდა შევწყოთ. ამიტომ ესე დაწოლოთ და ადგომა ბევრად უფრო დაგეხმარებათ. შეიძლება ერთხელ, ორჯერ არაფერი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგია ჩვენთვის. მოკლედ, ეს იყო ჩემი ვიდეო. სადაც ცოტა ემოციური ტექსტი გამომივიდა, იმიტომ რომ ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოგაწოდეთ ის სათქმელი, რაც მინდოდა. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი. კომენტარებში აუცილებლად დაგელოდებით, რა ტიპის ვიდეოები გვინდა რომ ჩავწეროთ და რა ტიპის ინფორმაციის მიღებას ისურვებდით. თუ ორსულები უყურებთ ამ ვიდეოს, ბედნიერ მშვიდობიან ორსულობას გისურვებთ და ბედნიერ დედობას. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერაც.